Слава Господу! დიდება უფალს. Я сегодня хочу говорить на одну тему, очень важную для нас. მინდა დღეს ვისაუბრო ერთ ძალიან მნიშვნელოვან Но თემაზე. вначале я хочу сказать о том, что является целью Иисуса на земле сейчас, в данный момент. მაგრამ ჯერ მინდა ვთქვა იმ მიზანზე, რომელიც დღეს იესოს აქვს დედამიწაზე. Он сказал, я построю церковь мою. მას თქვა, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას. Иисус строит церковь с определенной целью. იესო გარკვეული მიზნით აშენებს ეკლესიას. Церковь – это инструмент, которым Бог спасает этот мир через этот инструмент. და ეკლესია არის ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი იხსნის ადამიანებს. У церкви есть определенные обязанности и определенные вещи, которые она должна делать. აქვს გარკვეული ვალდებულებები და საქმეები, რომელიც მან უნდა გააკეთოს. Чтобы это служило целям Божьим, спасению этого мира, как мы уже сказали. ეს მოემსახუროს ღმერთის მიზნებს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები გადარჩნენ. И поэтому он говорит, я построю церковь мою. და ამიტომ ის ამბობს, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას. Вы знаете, Иисус, его считали плотником многие люди. ბევრი ადამიანი იესოს თვლიდა ხუროდ. Да, но на самом деле это слово «плотник» на греческом оно звучит как «тектон», и оно означает человека, который строил дом от основания до крыши. და სინამდვილეში ეს სიტყვა ხურო ბერძნულად ასე ჟღერს და მას აქვს ასეთი მნიშვნელობა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც საფუძვლიდან შეეძლო დაეწყო და ბოლომდე დაესრულებინა, აეშენებინა მთლიანად სახლი. Строительство тогда было таким, что оно требовало очень большой части плотницкой работы, очень большой процент принадлежал плотнику. და მაშინ იყო ისეთი მშენებლობები, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ ასე იგი ხუროს მუშაობის ნაწილი ძალიან დიდი იყო სახლის აშენებაში. Чаще всего возводили деревянный каркас, который потом внутри заполняли камнями. ხშირად ჯერ დგავდნენ, ასე ვთქვათ, ხის ჩონჩხს და შემდეგ მას ავსებდნენ ქვით. И этот человек, который занимался этим, он на греческом, его профессия звучала тектон. И так Иисус назван в Новом Завете. და ადამიანი, რომელიც დაკავებული იყო ამ ასე იგი სამუშაოთი, ბერძნულად მას ტექტონი ეწოდებოდა და ეს იყო იესოს далеко не პროფესია. только плотник, это строитель в общем в широком смысле და этого слова. ეს არ იყო უბრალოდ ხურო, ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო მშენებელი. И он говорит, я построю мою церковь. და ის ამბობს, მე ავაშენებ ჩემს И в ეკლესიას. строительстве есть вещи, которые ты обязательно должен соблюдать для того, чтобы твой дом, который ты построишь, был твердым, прочным. და მშენებლობაში არის გარკვეული პრინციპები, აუცილებელი პრინციპები, რომელიც უნდა იყოს დაცული, რათა შენი აშენებული სახლი მყარად იდგეს. Есть материалы, которые обязательно должны присутствовать там. არის მასალა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული. А есть вещи, которые строго запрещены при строительстве. და არის სხვადასხვა მასალა, რომელიც სასტიკად აკრძალულია, რომ იყოს გამოყენებული Есть материалы, მშენებლობაში. использование которых просто запрещено. და არის მასალები, რომლის გამოყენებაც სასტიკად აკრძალულია. Потому что в будущем это приведет к разрушению всего строения. იმიტომ რომ მომავალში ეს გამოიწვევს მთელი აშენებული სახლის ნგრევას. И так как Иисус строит свою церковь, და რადგანაც იესო აშენებს თავის ეკლესიას, Он в Священном Писании дает нам описание тех вещей, которые там должны быть и которых там не должно быть. იესო თავის წერილში გვაძლევს აღწერას იმ მასალისას, რომელიც იმ მოვლენებისა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს და რომელიც არ უნდა И იყოს. так как это Дом Божий и Церковь Божия, оно понятие в основном духовное, და რადგანაც ღმერთის სახლი ეს არის და ეკლესია ეს არის სულიერი გაგება, это не дом из камней, это строение из живых людей. ეს არ არის ქვის სახლი, ეს არის ადამიანებისაგან აშენებული, ცოცხალი ქვებისგან აშენებული შენობა. То очень часто, говоря о том, как должна строиться церковь, ძალიან ხშირად როდესაც ლაპარაკია იმაზე თუ როგორ უნდა აშენდეს ღმერთის სახლი, Иисус говорит о каких-то моральных вещах, იესო ხშირად ლაპარაკობს რაღაცა მორალურ საკითხებზე, которые необходимы или неприменимы при строительстве церкви. რომელიც ან აუცილებელია, ან სასტიკად აკრძალულია უფლის სახლის მშენებლობაში. Он говорит о том, какие отношения приемлемы, какие
ключи неприемлемы для того, чтобы церковь была ის ჩვენ твердой. გვესაუბრება რა ურთიერთობები არის აუცილებელი და მისაღები და რა არის აკრძალული. И вот сегодня я хочу говорить на тему об одной из таких вещей, которая неприемлема в церкви. და დღეს მე მინდა ვისაუბრო ერთ თემაზე, რომელიც შეეხება იმას, რაც აკრძალულია და მიუღებელია ეკლესიისთვის. Свою сегодняшнюю проповедь я назвал «Не судите». და დღევანდელ ჩემს ქადაგებას მე მივეცი ასეთი სახელწოდება, ნუ განსჯით. Ну, гаасамартლებთ. ნუ გაასამართლებთ. Ганსჯასხვაარის. ხო, სწორია. ნუ გაასამართლებთ. Это не рассуждайте, но не судите. ის კი არა რომ არ განსაჯოთ, არ გაასამართლოთ. И это очень важная часть того, о чем мы будем говорить. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. Когда мы говорим «не судите» и берем за основу то, что сказал Христос в Евангелии, როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ არ გაასამართლო და ვიღებთ იმას, რაც თქვა იესომ საფუძვლად, мы иногда можем впасть в какие-то крайности и как-то не совсем правильно толковать то, что мы слышим. შეიძლება უკიდურესობებში გადავიდეთ და არასწორად გამოვიტანოთ აზრი. Иногда мы думаем, что нам запрещено вообще о чем-либо судить, рассуждать или даже думать. და შეიძლება ჩვენ ვფიქრობდეთ ხანდახან რომ ჩვენთვის საერთოდ აკრძალულია რაღაცაზე, რაღაცის განსჯა, რაღაცის გასამართლება და რაღაცა ფიქრიც კი Но Иисус, რაღაცაზე. Он не учит нас быть христианами, которые не способны распознавать белое и черное, плохое или хорошее. მაგრამ იესო ჩვენ არ გვეუბნება რომ ვიყოთ ქრისტიანები, რომელსაც არ აქვთ უნარი გაარჩიონ თეთრი შავისგან და კარგი ცუდისგან. Он не призывает нас отказаться от умения разбираться в каких-то ситуациях жизненных. ის არ გვეუბნება რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იმის გარკვევაში, იმაში გარკვევაში, რაც არის ყოფითი ცხოვრება. И в Новом Завете тоже есть много примеров законных суждений, когда люди вникают в чье-то поведение и высказывают мнение об этом. და რჯულშიც არის ძალიან ბევრი, ასე იგი, წესები, როდესაც ადამიანები უღრმავდებიან სხვის ცხოვრებას და რაღაცა დასკვნები გამოაქვთ. Даже наоборот, когда ты читаешь Новый Завет, პირიქით, როდესაც შენ კითხულობ ახალ აღთქმას, христиане получают повеление от Бога ქრისტიანები ღებულობენ ღმერთისაგან დავალებას, рассуждать о некоторых вещах, რომ რაღაცა საკითხებზე განსაჯონ, იმსჯელონ, оценивать эти вещи, შეაფასონ ეს საკითხები выносить суждения об этом და გამოიტანონ დასკვნები. и различать между добрым и плохим. და ასე იგი განასხვავონ ცუდი კარგისგან. Например, მაგალითად, когда у верующих возникают какие-то спорные вопросы, როდესაც მორწმუნეებს გაუჩნდებათ რაღაცა საკამათო საკითხები. само по себе это нехорошо. თავისთავად ეს არ არის კარგი, Но жизнь есть жизнь. მაგრამ ცხოვრება, Например, если мы будем просто встречаться по воскресеньям, друг друга целовать, улыбаться и расходиться, у нас проблем, скорее всего, никаких не будет. მაგალითად თუ ჩვენ მხოლოდ კვირა დღეს შევხვდებით ერთმანეთს, მივესალმებით ერთმანეთს, გაუღიმებთ და შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში აღარ შევხვდებით ერთმანეთს. И тут может быть проблема, почему ты мне не улыбнулся, например. და Да? აქაც კი შეიძლება პრობლემა გაჩნდეს, რომ რატო არ გამიღიმე? Но если мы начнем, например, вместе работать где-то, მაგრამ თუ ჩვენ სადღაცას ერთად ვიმუშავებთ, зарабатывать деньги, например, მაგალითად ერთად გამოვიმუშავებთ ფულს, у нас могут возникнуть проблемы. შესაძლოა გაჩნდეს პრობლემები. Например, по поводу того, как мы эти деньги делим. მაგალითად იმის თაობაზე, როგორ გავანაწილებთ ამ ფულს. Или если мы работаем вместе, и ты начальник, а я твой подчиненный, мы оба братья. მაგალითად თუ ჩვენ ერთად მუშაობთ, შენ ხარ უფროსი, მე ვარ შენი დაქვემდებარებაში, მაგრამ ორივენი ძმები ვართ. Там могут возникнуть აქ проблемы. შეიძლება გაჩნდეს Проблемы პრობლემები. могут возникнуть в семье. პრობლემები შეიძლება გაჩნდეს И что нам ოჯახში. делать? Сказать, о, нет, нет, мы не имеем права об этом думать, Да. говорить. ამ შემთხვევაში რა ვთქვათ, არა, ამაზე ფიქრიც და лапарაკიც აკრძალულია ჩვენთვის. Наоборот, в 1 არ შეიძლება. Коринфянам 6 главе Павел говорит, у вас должны быть мудрые люди, которые рассудят между братьями. პირიქით, კორინთელთა პირველ წერილში მე-6 თავში დაწერილია, რომ თქვენ შორის უნდა გყავდეთ ბრძენი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში გაერკვევიან. Еще Священное Писание говорит, კიდევ წმინდა წერილი что გვეუბნება, поместная локальная церковь, რომ ადგილობრივი ლოკალური ეკლესია она имеет право
право მას აქვს и უფლება даже обязана და ვალდებულიც კი არის судить серьезные грехи членов церкви. რომ მან მსჯავრი დადოს გაასამართლოს ეკლესიის წევრების სერიოზული ცოდვები. И выносить поэтому соответствующие решения. შესაბამისი დასკვნაც, ესე იგი, შედეგი სასჯელიც გამოიტანოს. Это и в Евангелиях написано, и в посланиях. ეს დაწერილია სახარებაშიც და ეს დაწერილია Еще წერილებში. одна обязанность церкви. კიდევ ერთი ვალდებულება ეკლესიისა. Доктринально оценивать учения, которые сюда приходят. დოქტრინალურად შეაფასოს ის სწავლება, რომელიც შემოდის ეკლესიაში. И у нас иногда бывают такие неожиданности, да? და ჩვენ გვაქვს ხოლმე ასეთი მოულოდნელობები. Приезжает гость, от которого мы не ожидаем, и вдруг он забрасывает какую-то доктринально неверную мысль. მოდის სტუმარი, რომელსაც ჩვენ არ ველით და ისეთ სიტყვას ამბობს, რომ დოქტრინალურად ის არ არის ჭეშმარიტება. И все смотрят на меня, что я сделаю. და ყველა უყურებს ხუცეს, რას И გააკეთებს. друг с другом говорят, да что ты такое, что он сказал сейчас? და ერთმანეთში გადაულაპარაკებენ, ეხლა რა თქვა. И если мы ничего не скажем, და თუ ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერს არ ვიტყვით, а мы должны сказать, ჩვენ კი ვალდებულები ვართ эта თქვა. мысль может посеяться неверная в сердце человека. შეიძლება ეს არასწორი აზრი ჩაითესოს ადამიანის გონებაში. Поэтому церковь, она обязана оценивать проповедников, учителей и так далее. ამიტომ ეკლესია ვალდებულია შეაფასოს მოქადაგეები, მასწავლებლები Критерием будет Слово Божье в этом და случае. ამ ყველაფრის კრიტერიუმი არის ღმერთის სიტყვა. Еще христиане должны отличать верующих от неверующих, например. და კიდევ ქრისტიანები უნდა განასხვავებდნენ მორწმუნეებს და ურწმუნოებს. Верующие должны понимать, что, вот, например, человек, который рядом со мной находится, да, он ходит в нашу церковь, და მათ უნდა ესმოდეთ, რომ აი ადამიანი, რომელიც ესე იგი ჩემს გვერდზე ძის, ჩემთან ერთად დადის ეკლესიაში, შესაძლოა ის გვერდითაც ის на самом деле, по его плодам и поведению, верующим человеком не является. შენ ხედავ რომ სინამდვილეში მისი ქცევიდან გამომდინარე და მისი ნაყოფებიდან გამომდინარე ის არ არის მორწმუნე. И даже Бог хвалит иногда некоторых людей, которые изобличают лжебратьев. და ღმერთი აქებს კიდევაც ხანდახან თუ ვინმე ცრუ ძმას, ესე იგი Которые ამხელს, вкрадываются в церковь. რომლებიც ეკლესიაში შემოიპარებიან, Если мы захотим поставить служителей в церкви, თუ дополнительных, ჩვენ მოვინდომებთ რომ ეკლესიაში დამატებით მსახურები დავაყენოთ, если нам понадобится рукополагать дополнительно диаконов или понадобится нам новый пастор, что мы будем делать? თუ დაგვჭირდება დიაკვანის ხელდადებით კურთხევა, ან ხუცესის ხელდადებით კურთხევა, რა უნდა Мы გავაკეთოთ? будем рассуждать. ჩვენ განვსჯით И у нас есть критерии Священного და Писания. ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები წმინდა წერილიდან. И мы должны будем сказать, вот этого человека мы не можем рекомендовать, потому что у него в жизни есть то-то или то-то. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანს რეკომენდაციას ვერ გაუწევთ, იმიტომ რომ მის ცხოვრებაში არის ეს და ეს. То есть мы должны это делать. და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. Еще Священное Писание говорит такую интересную вещь, და კიდევ წმინდა წერილი გვეუბნება ასეთ საინტერესო что мы რაღაცას, по-разному должны относиться к разным братьям и сестрам. რომ ჩვენ სხვადასხვა მიდგომა უნდა გვქონდეს Мы- სხვადასხვა დებთან და Мы не должны с ძმებთან. одной меркой подходить к одним и другим, ко всем людям. ერთი საზომით არ უნდა მიუდგეთ ყველა ადამიანს. Например, в первом послании Фессалоникийцам, в 5 главе, Павел говорит, да, что делать со слабыми, малодушными людьми и бесчинными людьми. მაგალითად პირველ თესალონიკელთა წერილში პავლე გვეუბნება თუ როგორ უნდა მოვექცეთ სუსტებს და ესე იგი Человек может უზრდელებს. ошибиться, но ты должен понимать, кто перед тобой стоит. შეიძლება ადამიანს შეეშალოს, მაგრამ შენ უნდა გესმოდეს ვინ დგას შენს წინ. Это просто пока еще слабый ეს верующий. არის უბრალოდ ჯერ კიდევ სუსტი მორწმუნე. Это пока еще малодушный человек. ეს ჯერ კიდევ სუსტი სულის მქონე Но ადამიანია. твой брат во Христе. მაგრამ უკვე არის შენი ძმა Или это ქრისტეში. бесчинный человек, который намеренно делает какое-то ეს зло. არის უწესო ადამიანი, რომელიც გამიზნულად უწესობას И ჩადის. ты не можешь одинаково ко всем подходить и одни и те же вещи всем говорить, და правда? ყველას ერთნაირად არ უნდა მიუდგე და ყველას ერთი და იგივე სიტყვაც არ უნდა Кого-то უთხრა. нужно утешать, поднимать, укреплять, а кого-то нужно просто останавливать. ვიღაცას ნუგეში უნდა სცე, ვიღაცა უნდა წამოწიო, განამტკიცო და ვიღაცას უბრალოდ უნდა გააფრთხილება მისცე. Тогда, когда Священное Писание говорит нам не судить,
და იმ დროს, როდესაც ჩვენ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ არ უნდა გავასამართლოთ. Что за священное Писание имеет в виду, Раз- говоря, не судите? როდესაც გვეუბნება არ გაასამართლოთ, რას გულისხმობს წმინდა წერილი? Я хочу несколько вещей назвать, о которых я думаю, что вот это имеется в виду, когда в общем, когда Писание говорит нам не судить. და მინდა რამდენიმე რამ დავასახელო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გვიჩვენებს ჩვენ თუ რაზე გვეუბნება წმინდა წერილი არ И, გაასამართლო. конечно, я буду говорить это не опираясь на свои представления об этом, რა თქმა но უნდა, на მე Священное Писание. ჩემ შეხედულებებს არ დავეყრდნობი, არამედ იმას თუ რაც არის დაწერილი წმინდა წერილში. Первое, чего нам нельзя делать, нам нельзя Პირველი- судить чужие мысли и мотивы. პირველი არის ის, რომ ჩვენ არ უნდა გავასამართლოთ სხვისი აზრები და მოტივები. О, я знаю, почему он это делает. ვიცი, რატომაც აკეთებს ამას. Откуда ты знаешь, скажи мне, და пожалуйста. საიდან იცი? რა, Откуда ты რატომ? знаешь? საიდან იცი? Священное Писание говорит, что Бог знает сердца. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ღმერთი იცნობს ჩვენს გულს, ხედავს Но ჩვენს мы გულს. иногда хотим вникнуть во все, прямо влезть в чужую жизнь, Მაგრამ рассудить чужие мотивы. ხანდახან ჩვენ გვინდა ჩაუღრმავდეს სხვის ცხოვრებას, სხვის მოტივებს. Как в 63-м псалме написано, делают расследование за расследованием. როგორც 63 ფსალმუშია დაწერილი, რომ იკულებს ახალ Изыскивают გამოკვლევებს неправду აწარმოებენ და ეძებენ უმართლობას. до внутренней жизни человека, до Шинагани- глубины сердца его. ადამიანის შინაგან ცხოვრებამდეც კი, ადამიანის გულშიც კი აპირებენ რაღაცის გამოკვლევას. Вы знаете, сколько я страдал из-за таких людей? იცით, რამდენად, ესე იგი, დავზარალდი ასეთი Особенно, ადამიანების когда გამო. Бог начинает тебе что-то доверять, и ты начинаешь что-то განსაკუთრებით делать. მაშინ, როდესაც ღმერთი რაღაცას მოგანდობს, რომ გააკეთო. Люди და начинают იწყებ ამის считать твои გაკეთებას. деньги, исследовать твои мотивы. ადამიანები იწყებენ შენი ფულის დათვლა, შენი მოტივების გაგებას. Меня называли масоном, მასონს მეძახდნენ, иллюминатом, ლუმინატს. еще кем-то კიდე называли. სხვა რაღაცასაც მეძახდნენ. Братья и сестры во Христе. დები და ძმები ქრისტეში. И я все время оправдывался. Да нет, вы знаете, Да. я не масон, я не... მე სულ თავს ვიმართლებდი, რომ Честное არა, პატიოსან სიტყვას გაძლევ, Клянусь მასონი არ мамой. ვარ, დედასაც ვიბიძებ. Но когда надоедало, я начинал срываться на этих людей. როდესაც ბრაზდებოდი, მაშინ განვრისხდებოდი კიდევაც ამ Потом мне ადამიანებზე. нужно было каяться. მერე მიწევდა მონანიება. Но ты не знаешь чужие Მაგრამ мотивы. მაგრამ შენ არ იცი სხვისი მოტივები. Отдай это в руки Бога. Не суди мотивы людей. ადამიანთა მოტივებს ნუ განსჯი, გადაეცი ეს საჭიროება ღმერთს. Вторая вещь, которую нам Მეორე- нельзя делать. რისი გაკეთებაც ჩვენთვის აკრძალულია. Нам нельзя судить по внешности, судить по наружности. გარეგნულად არ უნდა გავასამართლოთ. Иисус сказал, не судите по наружности, а судите судом праведным. იესომ თქვა, გარეგნულად ნუ გაასამართლებთ, არამედ სამართლიანი სამსჯავროთი Нам может გაასამართლებთ. просто не нравиться какой-то человек. შესაძლოა უბრალოდ არ მოგწონს ვიღაცა კონკრეტული ადამიანი. И это определит наше отношение к его духовному служению, например. და ამან შეიძლება განსაზღვროს ჩვენი დამოკიდებულება მისი სულიერი Ну как может მსახურებისა. быть духовным человек с таким носом, как у тебя? როგორ შეიძლება იყოს სულიერი ადამიანი, როდესაც ასეთი ცხვირის ფორმა აქვს? И глаза твои мне тоже не და შენი нравятся. თვალები სულაც არ მომწონს. И руки у тебя такие толстые. Как это может ხელებიც быть? რაღაცა ეს სქელი გაქვს. აი როგორ შეიძლება სულიერი იყოს? Но Писание говорит, никогда не суди по наружности. მაგრამ წერილი გვეუბნება, რომ გარეგნობის მიხედვით ნურასოდეს ნუ განსჯი. В Англии во Ну, время Второй да, мировой самоответ. войны был случай один такой. და მეორე სამამულო ომის დროს იყო ასეთი შემთხვევა. В Англии там был один офицер, летчик, ინგლისში იყო მფრინავი ოფიცერი. и он одержал очень много побед в воздушных боях, а это критически было важно для Англии, потому что немцы бомбили ее очень немилосердно. და ძალიან ბევრი გამარჯვება მოიპოვა მან, ესე იგი საჰაერო შეტევების დროს ძალიან ბევრი გამარჯვება მოიპოვა Его და ეს ძალიან пригласили в მნიშვნელოვანი Королевский იყო. дворец, ის მოიწვიეს სამეფო სასახლეში вручили очень важную, значительную награду, და ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოც მისცეს и он на радостях და გახარებული იყო.
пошел, переоделся в гражданский костюм, წავიდა და სამოქალაქო ტანისამოსი ჩაიცვა, зашел за своим другом, შეუარა თავის მეგობარს и они пошли праздновать в ресторан. Это და очень წავიდნენ скромненько. так. რესტორანში სადღესასწაულოდ. Но на дворе война. მაგრამ ამ დროს იყო ომი. И вот к этому герою подходит одна девочка და აი девушка ამ молодая. დროს აი ამ გმირთან მიდის ახალგაზრდა გოგონა в ресторане რესტორანში и вручает ему белое перышко. და ასე იგი მისცა მას თეთრი ბუმბული. Английские девушки давали это трусам, которые избегали военной службы. და ინგლისელი ქალიშვილები გოგონები ასეთ თეთრ ბუმბულს აძლევდნენ შიშარ მამაკაცებს Там რომლებიც страна воюет, а ты здесь в ресторане ешь. ესე იგი ომს იქ იბრძვის ჩვენი ქვეყანა და შენ კიდე ამ დროს რესტორანში ზიხარ და კეიფობ. Но ты не знаешь, это герой войны. მაგრამ შენ არ იცი რომ ეს ადამიანი არის ომის გმირი. Я помню, мы принесли одну сестру в Тбилиси, чтобы там обследование делать, и она зашла в аптеку, чтобы купить лекарства. და მახსოვს რომ ერთი და ჩამოვიყვანეთ თბილისში აფთიაქში უნდა შესულიყო და წამალი ეყიდა. И туда заходит один молодой человек. და იქ შევიდა ახალგაზრდა ბიჭი. И у него явно проблемы с почками, лицо отекшее. და ამ ქალს თირკმელების პრობლემა ამ კაცს ჰქონდა თირკმელების პრობლემა და სახე სულ დასიებული Такие ჰქონდა. мешки под глазами. და у него. თვალებთან ასე ვთქვათ И эта женщина подходит, დასიებული такая ჰქონდა. духовная, а у нее тормозов нету, знаешь, как у BMW. Нет. და მიდის ასე ვთქვათ ფრჩხილებში, ბრჭყალებში сулиერი და რომელსაც არავითარი ტორმზი არ გააჩნდა. И она начинает, как тебе не стыдно, молодой человек. ეუბნება, როგორ არ გწვენია, ახალგაზრდა До კაცი чего ты ხარ. себя довел? სადამდე მიიყვანე საკუთარი Разве можно თავი? такой жизнью ну жить? თუ შეიძლება რომ ასეთი Как ცხოვრებით можно, тебе не იცხოვრო? стыдно, ты столько სულ არ пьешь. გწვენია რომ ამდენ Мы სვავ. ее пытаемся оторвать. ცდილობთ რომ რამენაირად გამოვარიდოთ Этот ეს человек стоит ქალი. Албатону, что вы от меня хотите? Отстаньте, пожалуйста, от меня. ქალბატონო გამცილდით რა გინდა ჩემგან. Человека больные почки, она его ругает как алкоголика. ადამიანს აქვს დაავადებული თირკმელები, ის კი მას როგორც ლოდს ისე ლანძღავს. Мы не знаем, что внутри человека. ჩვენ არ ვიცით რა არის ადამიანის შიგნით. Поэтому, когда мы судим по внешности, мы очень часто ошибаемся. ამიტომ, როდესაც გარეგნობის მიხედვით, ესე იგი, გარეგნობის მიხედვით ვასამართლებთ, ეს შეცდომაა. И вы знаете, что к Иисусу применили такое отношение? და იესოს მიმართ გამოიყენეს ასეთი დამოკიდებულება. Этот плотник, чему он может нас научить? ამ ხუროს რის სწავლება შეუძლია ჩვენთვის? Что он может нам дать, этот человек? რის მოცემა შეუძლია მას И ჩვენთვის? Исаия говорит, და ესაია в нем ამბობს. не было вида и величия, который привлекал бы нас к нему. მას არ ქონდა ისეთი შეხედულება და ისეთი დიდებული შესახედაობა, რომ მას მივეზიდეთ ჩვენ. Сегодня на картинах Иисуса рисуют таким красивым. დღეს ესე იგი ხატებზე იესოს ძალიან ლამაზ ხატავენ. Я думаю, эти картины не могут передать то, каким он является сейчас в своей славе. და მე ვფიქრობ, რომ ეს ნახატები ვერ გამოხატავენ იესოს დიდებას, რომელიც მას აქვს დღეს. Но когда он был на მაგრამ земле, როდესაც ის იყო დედამიწაზე, он не привлекал никого к себе своей внешностью. თავისი გარეგნობით ის არავის არ იზიდავდა. Он не был выше всех, ის არ იყო ყველაზე он მაღალი. не был шире всех в плечах. არც მხრები ჰქონდა У ყველაზე него не были ფართო. такие красивые вьющиеся волосы, არც как рисуют. ხვეული ლამაზი თმა ჰქონდა როგორც Он ხატავენ. не был таким красавчиком ის идеальным. არ იყო ძალიან ლამაზი, მიმზიდველი. Когда люди смотрели на него, они думали, ну что мы можем взять от этого და человека? როდესაც ადამიანები მას უყურებდნენ, ფიქრობდნენ, რა უნდა რის მოცემა Все შეუძლია. сокровище было внутри, და მთელი განძი იყო мис а შინაგანში. мы отвращали от него наше лицо. ჩვენ написано. კი სახეს ვარიდებდით მას, ასეა დაწერილი, თან ზიზღით. Что еще можно сказать об этом? რისი თქმა შეიძლება ამის შესახებ კიდევ? Не судите людей, которые слабы сегодня. ნუ გაასამართლებთ დღეს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან სუსტები. Когда ты читаешь послание римлянам, როდესაც რომაელთა წერილს კითხულობთ,
ты находишь там рассуждение о том, что есть люди, которые во что-то верят, а есть люди с немощной совестью. შენ კითხულობ რომ იქ არიან ადამიანები რომელსაც სხვაგვარად ესმით და არიან ისეთები რომელიც სინდისით სუსტია. И ты не должен судить людей из-за того, что их совесть пока слаба в чем-то. და შენ არ უნდა გაასამართლო ადამიანი მხოლოდ იმიტომ რომ მისი სინდისი იმ მომენტში არის სუსტი. Человек может быть молодой, как верующий, и еще в каких-то вопросах не одержал побед. ადამიანი შეიძლება იყოს როგორც ქრისტიანი მორწმუნე ჯერ ახალგაზრდა და გარკვეულ საკითხებში ჯერ არ Он может быть ქონდეს მოპოვებული пока в გამარჯვება. чем-то не уверен сам в себе ის даже. შეიძლება საკუთარ თავშიც არ იყოს რაღაცაში И დარწმუნებული. Писание призывает нас не судить. და წმინდა წერილი ჩვენ მოგვიწოდებს რომ ჩვენ არ გავასამართლოთ. Еще Писание призывает нас не судить служение других людей. და კიდევ წერილი მოგვიწოდებს რომ სხვისი მსახურება არ გავასამართლოთ. Например, когда апостол Павел писал церкви Коринфянам, მაგალითად, როდესაც მოციქული პავლე კორინთულთა ეკლესიას წერდა, он говорил, что для меня не так много значит, что вы обо мне думаете. ის ეუბნებოდა რომ ჩვენთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის ის, რასაც თქვენ ფიქრობთ Или другие ჩემზე. люди. ან სხვა ადამიანები Для меня ფიქრობენ важно, что ჩემზე. про меня думает Бог. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩემზე ფიქრობს Как вы ღმერთი. думаете, почему Павел говорит эти слова? Почему пришлось ему сказать эти слова? ფიქრობთ, რატომ მოუწია პავლეს ამ სიტყვების თქმა? В его посланиях ты находишь следы всего этого, причин этих. მის წერილებში ჩვენ ხედავთ იმ მიზეზებს, რის გამოც მას მოუწია ამის Потому თქმა. что люди взвешивали, оценивали, что-то не так говорили про него. იმიტომ რომ ადამიანები უყურებდნენ რაღაცას ფიქრობდნენ არასწორად Наделяли как-то какими-то мотивами его, которых не было. მოტივებს მიაწერდნენ ხოლმე რომლებიც მას არ ქონია. Например, его служение язычникам вообще подвергалось очень сильным порицаниям. მაგალითად მისი მსახურება წარმართების მიმართ საერთოდ გალანძღული იყო. И Павел говорит, не нужно, не делайте этого. პავლე ეუბნება, ამას ნუ გააკეთებთ. Придет Господь, и Он осветит скрытое во мраке. მოვა უფალი და ის ნათელს მოხფენს იმას, რაც დამალულია, დაფარულია. И еще одна последняя в этой части вещь, очень важная, которую я хочу вам сказать. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამას შეეხება ამ ადგილას, Не судите вашего верующего собрата и не злословьте его. ნუ გაასამართლებთ თქვენს მორწმუნე ძმას. Не злословьте верующего человека. ნუ გალანძღავთ მას და ნუ გაასამართლებთ. Злословить или клеветать გალანძღვა ან ცილისწამება на греческом звучит каталайнен ბერძნულად ჟღერს როგორც კატალაინენ и имеет значение такое: говорить о человеке злые вещи в его отсутствии. ილაპარაკო ადამიანზე ბოროტი სიტყვები იმ დროს, როდესაც ის იქ არ არის. Не давая ему возможности защитить свою და честь и ამ დროს достоинство. შენ არ აძლევ მას იმის საშუალებას, რომ მან დაიცვას თავისი პატიოსნება, თავისი И этот грех злословия, он осуждается в Библии. და ეს ბოროტი სიტყვები, ცილისწამება სასტიკად მსჯავრდადებულია წერილში. Псалмопевец так говорит о клевещущем на брата своего. და მეფსალმუნე ასე ამბობს იმ ადამიანზე, რომელიც ცილს წამებს თავის ძმას. Сидишь и говоришь на брата, на сына матери твоей клевещешь. ზიხარ და ლაპარაკობ შენს დედის შვილზე და ცილს წამებ მას. А в другом псалме написано: «Тайна клевещущего на ближнего своего изгоню». ესე იგი, ადამიანი, რომელიც დაფარულში ცილს სწამებს თავის ახლობელს, მას მე გამდევნი ამბობს На ღმერთი. самом деле, это очень распространенная вещь и очень опасная. სინამდვილეში ეს არის ძალიან გავრცელებული და სახიფათო რამ. Чаще всего, говоря об осуждении, мы грешим вот именно в этом. და როდესაც ჩვენ ყველაზე ხშირად ვლაპარაკობთ, ესე იგი, გასამართლებაზე, აი ამ საკითხში ჩვენ ვწოდავთ. Мы говорим о человеке что-то в его отсутствии. ვლაპარაკობთ ადამიანზე იმ დროს, როდესაც ის არ არის გვერდით. Недавно как-то мне пришлось послушать лекцию еврейского раввина. Я не любитель этих вещей, честно говоря. Мне Евангелия хватает. მე მომიწია მომესმინა ებრაელი რაბინის ლექცია. მე ამის მოყვარული არა ვარ, საერთოდ დასახარება მყოფნის. Но
я просто ехал в машине, видео закончилось, которое я слушал, и переключилась на это. გზაში ვიყავი მანქანაში და ვიდეოს რომელსაც მე უყურებდი უსმენდი დამთავრდა და აი ამაზე გადაერთო. И там был один еврейский учитель, который говорил, чтобы не согрешить в этом, лучше вообще не говорить о человеке в его отсутствии, ни плохого, ни хорошего. და ის ამბობდა რომ აი ამ საკითხში რომ არ შევწოდოთ ჯობია თუ ადამიანი გვერდით არ არის საერთოდ არ ვილაპარაკოთ И არც потом он კარგი არც ცუდი. перечислял то, как к этому относится Бог, используя места Писания, которые мы с вами тоже хорошо знаем. და შემდეგ მან ჩამოთვალა ის ადგილები წმინდა წერილიდან თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს აი ამის მიმართ. Вы знаете, я рассказывал, как со мной случилось это и как долго мне от этого греха приходилось открещиваться. მე უკვე გითხარით რა დამემართა და როგორ მომიწია დიდხანს მომიწია რომ გამთავისუფლებული ვიყავი ამ ცოდვისგან. Я был молодым христианином, всего пару недель или две или три недели верующий только. სულ 2-3 კვირის მორწმუნე ვიყავი. Я шел с вечерней домашней группы, с разбора слова. მქონდა საღამოს შეხვედრა И სიტყვის со мной გარჩევის და всегда მოვდიოდი. шли мать и дочка. და ჩემთან ერთად ესე იგი მოდიოდნენ ყოველთვის დედა-შვილი. Мы шли до переходного моста, садились в метро, и потом ехали, где-то они сходили. По-моему, даже на одной станции мы сходили. მოვდიოდით ფეხით გადასასვლელ ხიდამდე, მე მეტროში ვჯდებოდით და მე მგონი ერთ სადგურშიც ჩამოვდიოდით. И я такой, знаешь, открытый, я такой радостный, я вообще Мисეთი в გახარებული эйфории, და я всем верю, во всех ангелах вижу. გახსნილი ვიყავი და ყველაში ანგელოს ვხედავდი. И вдруг они начинают по дороге про одного из служителей какие-то нехорошие вещи с насмешкой говорить. გზად დაცინვით დაიწყეს ლაპარაკი ერთ მსახურზე И я испугался. და შემეშინდა. Как-то внутренне, знаешь, мне нехорошо стало. შინაგანად მე ვიგრძენი თავით Я ცუდად. еще не понял, что это такое, но мне внутренне стало нехорошо. ჯერ ვერ გავაცნობიერე ეს რა იყო, მაგრამ შინაგანად ცუდად გავხდი. Ты знаешь, что я потом вспоминал это и что мне это напомнило? და მე ამას ვიხსენებდი და იცით რა გამახსენდა. Вот мне скоро 60 лет მალე исполняется. 60-ის გავხდები И я помню, хочешь верь, და хочешь нет. მახსოვს, გინდათ დაიჯერეთ, გინდათ არა. Когда мне было 4 года, როდესაც 4 წლის ვიყავი, как мои соседи учили меня ругаться по-грузински. როგორ მასწავლიდნენ მეზობლები ქართულად გინებას. Я ни одного грузинского слова тогда не знал. მაშინ არც ერთი ქართული სიტყვა არ ვიცოდი. И они поймали момент, когда моего отца, матери рядом не было, мы жили в итальянском дворике, в Дедубе. მათ ასე ვთქვათ, იპოვეს ის მომენტი, როდესაც არც დედა, არც мама არ იყო ჩემს გვერდით. Там был один алкоголик, Витька Пехота, его кличка была. ერთი ლოთი кацი იყო, ვიტკა И вот он меня пехота. подговаривал сказать одно слово. ის მე ასე ვთქვათ, სულ მიბიძგებდა, მეუბნებოდა, რომ თქვია ეს სიტყვაო. Я до сих пор помню это слово. დღემდე მახსოვს ის სიტყვა. Я до сих пор помню, как мне было стыдно, მახსოვს დღემდე როგორ მწხვენოდა что я понимал, что что-то нехорошее და происходит. გრძნობდი, რომ რაღაცა ცუდი ხდებოდა. Но они так настаивали, что я Მაგრამ сказал это слово. ისე მაძალებდნენ, რომ ეს სიტყვა წარმოვთქვი. И мне было нехорошо после этого. და ამის მერე ცუდად ვიგრძენი Но თავი. они так смеялись, მაგრამ ისინი ისე так იცინოდნენ, одобряли меня, ისე მაქებდნენ, что я смог успокоиться. რომ მე დამშვიდი. А дальше все пошло проще. მე ყველაფერი გაადვილდა. Слово за словом. ერთ სიტყვას მეორე მოყვა. Так что потом нельзя было меня остановить. ისე რომ მე ჩემი გაჩერება შეუძლებელი И вот იყო. когда эти женщины начали говорить про этого брата в моем присутствии такие вещи, надо смехаться. და როდესაც ამ ქალებმა დაიწყეს იმ ძმაზე ცუდის ლაპარაკი თან დაცინვით, Я испытал то же самое чувство. იგივე გრძნობა, შეგრძნება Я მქონდა. почувствовал, что что-то плохое сейчас здесь происходит. და მე ვიგრძენი რომ ეხლა აქ რაღაც ცუდი Так ხდება нельзя. და ეს არ შეიძლება. Но они уже несколько лет верующие, а я только 2 მაგრამ недели. ისინი უკვე რამდენიმე წლის მორწმუნეები იყვნენ და მე კი სულ 2-3 კვირის. А я им так робко говорю, а Да. разве нам так можно? მორცხვად უთხარი, ჩვენთვის ეს Разве შესაძლებელია? нам можно осуждать человека? ჩვენთვის შესაძლებელია რომ ასე გავასამართლოთ Они ადამიანს. говорят, да нет, мы Матквес. его любим. არა, იცი ჩვენის გვიყვარს. Мы его не осуждаем, мы его Киар. обсуждаем. კი არ ვასამართლებთ, უბრალოდ ჩვენ მასზე ლაპარაკობთ, მსჯელობთ.
Я тогда еще не читал этого места в Писании, где сказано суждение и осуждение близки. ჯერ არ მქონდა წაკითხული წმინდა წერილში ის ადგილი, სადაც მსჯელობა და განსჯა, მსჯელობა და გასამართლება არის ძალიან ახლოს ერთმანეთთან. И это вошло в мое сердце. და ის შემოვიდა ჩემს გულში. Мне несколько лет, много лет пришлось бороться с этим грехом. და მე მომიწია რამდენიმე წელი, რომ შევბრძოლებოდი აი ამ Потому что я стал ცოდვას. с удовольствием обсуждать других იმიტომ людей. რომ მე სიამოვნებით, ესე იგი ვასამართლებდი სხვა Даже ადამიანებს. сейчас иногда я себя на этом ეხლაც ловлю. ხანდახან თავს ვიჭერ ხოლმე. Почему это так ამაში. легко с нами происходит? რატომ ასე იოლად რატომ ხდება ის ჩვენს Потому что ცხოვრებაში? Писание говорит. იმიტომ რომ წერილი გვეუბნება, Слова наушника, რომ ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები как сладкие лакомства, არის როგორც ტკბილეული, входят во внутренность сердца. რომელიც შედის გულის გულში И когда оно так легко вошло в твое და сердце, როდესაც ასე იოლად შემოვიდა ეს შენს გულში, избавиться от этого очень трудно. აქ ამისგან განთავისუფლება არის И из-за ძნელი. опасности всего этого და იმის გამო რომ ეს ძალიან სახიფათოა, Бог говорит: ღმერთი გვეუბნება, изгони клевещущего на брата твоего. ცილის მწამებელი შენ ძმას ვისაც Изгони. ვინ შენ ძმას ცილს Если წამებს ты хочешь განდევნე. сохранить сердце чистым, თუ გინდა რომ შენი გული как შეინარჩუნოს только სუფთად, человек при тебе начинает осуждать другого человека за спиной, როგორც კი ზურგს უკან ვიღაცას ცილს წამებს, останови этого человека. გააჩერე ეს ადამიანი. Если ты это не сделаешь, თუ ამას არ გააკეთებ, эти слова войдут во внутренность твоего сердца. ეს სიტყვები შემოვა შენს გულში, შინაგანში. Избавиться тебе от этого будет трудно. ამისგან განთავისუფლება გაგიჭირდება И ты можешь прийти в такое და состояние, შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდე, о котором Бог говорит. რომელზეც ღმერთი ამბობს. Я изгоню клевещущего на ближнего своего. მე გამდევნი მას, ვინც თავის ახლობელზე ცილს. Ты можешь потерять Цил общение с Богом, შენ შეიძლება დაკარგო ურთიერთობა если ღმერთთან. не перестанешь клеветать на своих ближних. თუ არ შეწყვეტ ცილის წამებას შენს ახლობლებზე. Ты знаешь, казалось бы, это не такой большой грех. თითქოს და ეს არ არის დიდი ცოდვა. Казалось бы, это не такая большая проблема. თითქოს დიდი პრობლემაც არ არის. Но მაგრამ Бог так серьезно и так много о ней говорит. ღმერთი ძალიან სერიოზულად და ძალიან ბევრს საუბრობს ამაზე. Знаешь почему? იცით რატომ? Потому что когда ты судишь другого человека, იმიტომ რომ როდესაც შენ ასამართლებს სხვა ადამიანს, ты берешь на себя функции, которые в принципе имеет только Бог. შენს თავზე იღებ იმ ფუნქციას, რომელიც მხოლოდ ღმერთს გააჩნია. И Писание говорит, кто ты, судящий чужого раба? და წერილი გეუბნება, ვინ ხარ შენ, რომელიც ასამართლებს სხვის მონას. Перед своим Господом стоит он или падает. თავისი უფლის წინ დგას ან ეცემა. Кто ты, что ты судишь? და შენ ვინ ხარ, რომ ასამართლებ? Это гордость человеческая, ეს არის ადამიანური которая სიამაყე, наделяет тебя чувствами, რომელიც ისეთ შეგრძნებებს გაძლევს, что ты обладаешь каким-то Ром, превосходством над თითქოს этим და человеком, შენ გაქვს რაღაცა უფრო მეტი ვიდრე ამ ადამიანს, მასზე ზემოთ позволяющим გეხარ. тебе смотреть на Да. него сверху вниз и судить его. შენ გაქვს თითქოს და უფლება მას ზემოდან გადმოხედო და გაასამართლო. Ничто не дает тебе такого права. და ასეთ უფლებას შენ არაფერი Ни არ твой გაძლევს. опыт, ни твой стаж в არ церкви, ни შენი твои знания. გამოცდილება, არ შენი ცოდნა, არ შენი დიდი მრავალი წლის ყოფნა ეკლესიაში. Не наделяет тебя правами, которыми არ обладает გაძლევს только Господь. შენ იმ უფლებებს, რომელიც მხოლოდ ღმერთს Сейчас я გააჩნია. хочу прочитать это место Писания, откуда мы сегодня все это берем. და ეხლა მინდა წავიკითხო წმინდა წერილიდან ადგილი, საიდანაც ეს ყველაფერი არის И сказать ამოგებული. вам в конце о трех Такие очень кратко. важных вещах, что Бог хочет нам через это показать. და მინდა გითხრათ სამ მნიშვნელოვან რაღაცაზე, რასაც ღმერთი გვეუბნება Мы ჩვენ. прочитаем Матфея из 7 главы с 1 по 6 стих. და ჩვენ მათეს მე-7 თავიდან წავიკითხავთ. И постараемся вникнуть, что же имеет в виду Иисус, когда говорит «не судите». და წავიკითხავთ პირველი მუხლიდან 6-ის ჩათვლით. Почему это Да. так опасно? გავიგებთ თუ რატომ არის ეს ასეთი ძალიან სახიფათო და რატომ არ შეიძლება ამის Какие გაკეთება. ошибки мы совершаем? რა შეცდომებს უშვებთ თუ ამას გავაკეთებთ.
какие последствия могут быть. და რა შედეგები შეიძლება იყოს. Здесь написано, не судимы, да не судите, да не судимы будете. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. Ибо каким судом судите, таким судимы будете. რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე И განიკითხებით. какую меру вы мерите, такую и вам будут мерить. და რომელი საწყავთით მიუწყავთ, имавეთი მოგეწყებათ. И что ты смотришь на сучок в глазе брата твоего, а бревна в твоем глазе не чувствуешь? რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ Или ამჩნევ. как скажешь брату твоему, дай я выну сучок из глаза твоего, а вот в твоем глазе бревно. ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მიმიშვი თვალიდან ბეწვი ამოგიღო და აჰა შენს თვალში კი დირეა. Лицемер, вынь прежде бревно из твоего глаза, и тогда увидишь, как вынуть сучок из глаза брата твоего. თვალთმაგცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან. Не давайте святыни псам и не бросайте жемчуга перед свиньями. ნუ მისცემ წმინდა ზაღლებს და ნურს თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს. Чтобы они не попрали его ногами своими и, обратившись, не растерзали вас. რათა ფეხით არ გათელონ და შემოbrunებისას თქვენს არ დაგგლიჯონ. Этот отрывок явно содержит три такие части интересные. და ეს მონაკვეთი სამ ნაწილად არის გაყოფილი, სამ ნაწილს მოიცავს. О том, что мы не должны судить, ის რომ ჩვენ არ უნდა о განვიკითხოთ, сучке в глазе брата своего და ის რომ არის ბეწვი ჩვენ ძმის თვალში и о жемчуге, который нельзя бросать свиньям. და მარგალიტზე რომელიც ღორებს არ უნდა მიუყაროთ. О чем здесь речь? О чем Господь хочет сказать нам? რაზია აქ ლაპარაკი და რისი თქმა უნდა ღმერთს. Мы должны рассмотреть эти три вещи. ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს სამი რამ. Первое, не судите, да не судимы будете. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. Потому что каким судом судите, таким будете судимы, какую меру вы мерите, такой будут мерить и вам. რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით და რომელი საწყაუთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყობათ. Одна из вещей, почему Бог запрещает нам судить других людей, ერთ-ერთი რამ, რის გამოც ღმერთი ჩვენ გვიკრძალავს, რომ გავასამართლოთ სხვა это наше же ადამიანები. благо. ეს არის ჩვენივე Потому что სიკეთის. если мы будем человека за что-то осуждать, იმიტომ რომ თუ ჩვენ ადამიანს გავასამართლებთ რაღაცის გამო, мы будем осуждены за то же самое. იგივე საქმისთვის ჩვენც ვიქნებით გასამართლებული. Как и брат Темури, я тоже верю, что Бог присутствует здесь. როგორც ძმა თემურის მეც მჯერა რომ ღმერთი აქ არის И я верю, что Бог присутствует везде, где я хожу. და მე მჯერა რომ ღმერთი არის ყველგან სადაც მე დავდივარ, Он везде есть. ის ყველგან არის Его имя, одно из имен и титулов вездесущий, он находится და везде. ერთ-ერთი მისი სახელი არის ყველგან ყოფილი და ის არის Но ყველგან, еще я верю, что Бог с особым вниманием смотрит на своих детей. მაგრამ კიდევ მე მჯერა რომ ღმერთი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება თავის შვილებს. Он хочет, чтобы мы были светом миру, солью земли, да? მას უნდა რომ ჩვენ ვიყოთ ნათელი და მარილი Чтобы мы წუთისოფლისთვის, несли истину. რომ ჩვენ ვიყოთ Он хочет ჭეშმარიტების მატარებელი. поддерживать нас, მას უნდა обеспечивать нас, რომ защищать нас. ხარი დაგვიჭიროს, დაგვიცვას და უზრუნველყოს ჩვენ. И Он не хочет, чтобы мы кого-нибудь осуждали. და მას არ უნდა რომ ჩვენ ვიღაცა გავასამართლოთ. Потому что Он знает, იმიტომ რომ მან იცის, что если мы будем кого-то осуждать, რომ თუ ჩვენ ვიღაცას გავასამართლებთ, мы попадем в ситуацию, ჩვენ ჩავარდებით ისეთ причем в სიტუაციაში, точности же такую, очень схожую по обстоятельствам, ძალიან მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით. где люди будут руками показывать на нас. სადაც ადამიანები ჩვენკენ გამოიშვერენ И я ხილს. верю, что Бог присутствует в моей жизни. და მე მჯერა რომ ღმერთი არის ჩემს И я верю, ცხოვრებაში что эти слова правда. და მე მჯერა რომ ეს სიტყვები სიმართლეა. В начале своего вероисповедания, в начале моего пути, ჩემი ესე იგი я сейчас как ქრისტიანული Авраам говорю прямо, გზის დასაწყისში როგორც что აბრაამი я ახლა там ვამბობ, ходил რას 35 лет. დავდიოდი 35 წელი.
Но в начале вот მაგრამ этого моих დასაწყისში, отношений с Богом ესე იგი, ჩემი ურთიერთობის დასაწყისში ღმერთთან я несколько раз увидел это очень явно в моей жизни. ძალიან ცხადად დავინახე ეს მე ჩემს ცხოვრებაში. Когда я осуждал члена чьей-то семьи за какие-то поступки, როდესაც მე ვასამართლებდი ვიღაცა ოჯახის, სხვისი ოჯახის წევრს რაღაცა ქცევის как же გამო. он верующий, как там его жена так себя повела, или его ребенок так себя, как это можно? რანაირი მორწმუნეა, როგორი ქცევა მისი შვილი, როგორი ქცევა მისი ცოლი, Он როგორ же в შეიძლება. своем доме глава, он должен был вот так, так, так. ის ხომ თავის სახლში არის, უნდა იყოს თავი და როგორ ხდება ეს? Я вам отвечаю, то же самое происходило в моей семье. იგივე ხდებოდა ჩემს ოჯახში. И я уже стал бояться. და მე უკვე შემეშინდა. Просто бояться. უბრალოდ მეშინოდა. Потому что я знал, если я буду судить человека за что-то, იმიტომ რომ ვიცოდი რომ თუ ადამიანზე რაღაცის გამო გავასამართლებდი, то Бог ответит очень жестко на мой вопрос, как можно было так ღმერთი сделать. ძალიან მკაცრად უპასუხებდა ჩემს კითხვას, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. Бог допустит мне оказаться в этой ситуации, ღმერთი დაუშვებს რომ მე ამნაირ სიტუაციაში чтобы я მოვხდე, сделал то же самое, რომ მეც იგივე გავაკეთო и чтобы у меня больше не было вопроса, как люди эти вещи делают. და რომ აღარ გამიჩნდეს как ты კითხვა, сделал, так. როგორ შეუძლიათ ადამიანებს ამის გაკეთება, ისევე როგორც შენ გააკეთე. И тогда ты глаза Да. не можешь к небу ამ поднять. დროს შენ თვალებს ზეცისკენ ვერ И აწევ только просишь და прощения, მხოლოდ პატიებას ითხოვ. и только говоришь, Боже, Да, больше никогда, ღმერთო, აღარასოდეს. больше никогда не буду Агара никого осуждать. აღარასოდეს არავის არ გავასამართლებ. Представляешь, ты осудишь человека за что-то тяжелое, и Да. это тяжелое упадет на тебя. თუ ადამიანს რაღაცა ძალიან მძიმე რაღაცაში გაასამართლებ და ეს მერე ასეთივე სიმძიმე შენ დაგეცემა თავზე И Писание говорит, не суди, და წერილი გვეუბნება არ გაასამართლო. не будь высокомерным, не будь ნუ гордым, იქნები ქედმაღალი და ამაყი. не становись на место Бога. ნუ დადგები ღმერთის Не думай, что ты ადგილზე. знаешь что-то. ნუ იფიქრებ რომ შენ იცი. У англичан, по-моему, есть такая пословица. ინგლისელებს თუ არ ვწდები აქვთ ასეთი ანდაზა. Прежде чем судить чей-то путь, სანამ ვიღაცის გზას განსჯი, пройди გაასამართლებ, той же дорогой в его обуви, в его ботинках. მის ფეხსაცმლით გაიარე მისივე გზა. И потом бери на себя და эту იმერე смелость. კონდეს ეს გაბედულება. Ты знаешь, ты живешь в милости Божией, я живу в этой милости. შენ და მე ჩვენ ცხოვრობთ ღმერთის წყალობაში. Мы помилованы по благодати Господней. ჩვენ ღმერთის მადლით შეწყალებულები ვართ. И многие из нас, мы знаем эту притчу, когда один человек должен был царю очень большую сумму денег. და ჩვენ ვიცით ეს იგავი რომ ერთ ადამიანს ძალიან ბევრი ემართა მეფისა. И тот позвал его и сказал, давайте, продавайте его. და მან მოიხმოდა შემდეგ თქვა, მიდით გაყიდეთ ეს Его ადამიანი. имение, его жену, его детей, его Миссис- самого. ქონებაც, მისი ცოლშვილიც, ყველაც, Ты თვითონაც. знаешь, если бы их всех продали, даже в этом случае царь бы не возместил своих убытков. მთლიანად რომ ყველაფერი ეს გაეყიდა და ეს ადამიანებიც მაინც მთლიანად ვალს ვერ ამოიღებდა Этот ეს человек მეფე. столько не стоил. ეს ადამიანი ამდენად არ ღირდა. Там были определенные расценки за раба, мужчину, женщину, ребенка, за Ихо- дом. კონკრეტული ფასები, შეფასება რა ღირდა, მამაკაცი რა ფასი ქონდა ქალს, ბავშვს, სახლი Долг რა был ღირდა. огромным. და ვალი იყო ძალიან დიდი. Ну, господин думал, ну хотя бы часть своих убытков возмещу, которые мне принес этот человек. ბატონი კი ფიქრობდა, ვალის ნაწილს მაინც დავიბრუნებო. А тот пал к ногам, ты прости Искин- меня, ты потерпи, я тебе все отдам. ფეხებში ჩაუვარდა და ეხვეწებოდა, შემიწყალე და დაგიბრუნებო ვალს. Это было неправда, он бы никогда не смог этого отдать. და ეს ტყუილი იყო, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა ეს Но он ადამიანი так ვალის его დაბრუნებას, მაგრამ ისე ეხვეწებოდა, Что господин решил не просто подождать, а он просто простил ему этот долг. რომ ბატონმა უბრალოდ დალოდინება დროის მიცემა კი არა, გადაწყვიტა, არამედ გადაწყვიტა მთლიანად ებატიებინა. Есть у кого-нибудь здесь большие долги в თუ банке? აქვს აქ ვინმეს დიდი ვალი, Да, у меня нету, я просто помогаю вам руку поднять. Меня мама научила никогда не брать деньги в долг в банке. მე არ მაქვს ბანკის ვალი, დედამ მას სწავლა რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. Но сейчас мы в такой жизни живем, что
Ну, если у тебя есть бизнес, тебе приходится идти в банк, брать деньги. ეხლა ისეთი სიტუაციაა, რომ ხშირად თუ ბიზნესი გაქვს, გიწევს ბანკიდან ფულის ესხება. Чтобы тебя продолжать твою деятельность. რომ გააგრძელო შენი ესე იგი შრომა. Ты знаешь, у моего родственника была ситуация. ჩემს ნათესავს ჰქონდა ასეთი სიტუაცია. Ему, не буду говорить кто, но очень влиятельная организация, заказала ему целый контейнер компьютеров. ძალიან ცნობილმა ორგანიზაციამ შეუკვეთა მთელი კონტეინერი, ესე იგი კომპიუტერები. Он выиграл тендер, они сказали, да, все, короче, он заказал, компьютеры пришли. და შეუკვეთეს და ჩამოვიდეს А это კომპიუტერები. был август 2008 года. ეს კი 2008 წლის აგვისტო იყო. Началась война. დაიწყო ომი Они ему сказали, და უთხრეს, куда хочешь, забирай свои компьютеры. სადაც გინდა იქ წაიღე შენი კომპიუტერები. Видишь, что в стране происходит? შეხედე რა ხდება Мы не ქვეყანაში. знаем, что будет завтра. Давай. ჩვენ არ ვიცით რა იქნება А ხვალ. банк звонит, ты у нас взял деньги на компьютер, отдавай. ბანკი კი урეკავდა შენ ფული აიღე, თანხა აიღე И его კომპიუტერებისთვის. финансовый директор так переживал об этом. და მისი ფინანსური დირექტორი ისე ნერვიულობდა ამის გამო. Его иммунитет так от этого упал, მისი იმუნიტეტი იმდენად დაეცა ამის что он გამო, 6 месяцев от простого гриппа был в коме. რომ 6 თვის განმავლობაში управло გრიპის ფონზე იყო კომაში. Он чуть старше меня. ჩემზე сул ცოტათი Но если ты უფროსია. встретишь его, он ходит как инвалид с палочкой, მაგრამ еле-еле. თუ შეხვდებით ძლივს დადის ჯოხით, როგორც После ინვალიდი. 2008 года. 2008 წლის შემდეგ. Долг. ვალი. Много людей сейчас, они просто мечтают, ბევრი ადამიანი ეხლა უბრალოდ ოცნებობს, чтобы им позвонили и რომ сказали, დაურეკონ და უთხრან, вашего долга больше не существует. აღარ გაქვთ ვალი. Вот это произошло с этим парнем. აი ეს დაემართა აი ამ ბიჭს. И что он делает? და რას აკეთებს? Он счастливый выходит на улицу ბედნიერი გამოდის ქუჩაში и опа, видит და своего ხედავს друга. თავის მეგობარს. Слушай, я тебе деньги одалживал. მე ხო ფული გასესხე. А где мои деньги? სად არის ჩემი ფული? Я из-за тебя, знаешь, в какой ситуации შენს оказался? გამო იცი რა სიტუაციაში მოხვდი. Но он у него взял все-таки какую-то ничтожную сумму. მაგრამ მან გამოართვა ძალიან პატარა თანხა. Его долг не из-за этого возник. და მისი დიდი ვალი ამ პატარა ვალის И გამო тут არ говорит, მოხდარა. я тебе дам, не და переживай. ისე უბნება, არ ინერვიულო მოგცემ, Но он не хочет его слушать. მაგრამ მისი მოსმენაც არ უნდა. Он его за шею и в кутузку. კისერში ხელი ჩავლო და ციხეში Пока Сейчас. твои родственники не заплатят, ты не выйдешь სანამ отсюда. შენი ნათესავები არ გადაიხდიან, არ გამოვაშვებინი И შენ царь თავს. его зовет и говорит, და მეფე ეძახის მას, я тебе твой долг простил, მე შენი вали потому что ты გაპატიე, уговорил меня. იმიტომ რომ შენ მოთხოვე, Ты должен был простить своего друга. შენ კი შენი მეგობრისთვის უნდა А გეპატიებინა. теперь ты заходишь в тюрьму, ეხლა შენ ჯდები и ციხეში ты не выйдешь оттуда, пока все не отдашь. და არ გამოხვალ იქამდე, სანამ ყველაფერს არ И знаешь, что გადაიხდი. в его случае это означает? და მის შემთხვევაში იცი რას Никогда, ნიშნავს? никогда не выйдет. შენ ვერასოდეს გამოხვალ, ვერასოდეს. Еще одна вещь о том, что мы осуждаем наших ближних и судим их, и почему мы не должны это делать. და კიდევ ერთი რამ, როდესაც ჩვენ ვასამართლებთ ჩვენს ახლობლებს და რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს? Она очень хорошо видна в истории, когда Иисус простил эту женщину, которую в прелюбодеянии взяли. ძალიან კარგად ჩანს ეს იმ მაგალითზე, როდესაც იყო მრუჩობაში აყვანილი ქალი და იესო მას აპატია. Я вовсе не оправдываю этот грех, не дай Бог. მე ღმერთმა დამიფაროს, სულაც არ ვამართლებ ამ И ცოდვას. Христос его тоже не оправдывал. და ქრისტეც არ ამართლებდა Но ამ эти люди ცოდვას. привели к нему эту женщину. მაგრამ ამ ხალხმა ეს ქალი მიიყვანეს И написано, что они Да застукали доцерия. ее за этим грехом. და თქვენს რომ აი როცა მრუშობდა ზუსტად მაშინ А у გამოიჭირეს. меня вопрос всегда был, а мужик куда делся? და მე ყოველთვის ასეთი კითხვა მიჩნდებოდა, კაცი სად გაქრა? Потому что Писание священное, იმიტომ რომ წმინდა წერილი оно провозглашает равную ответственность в грехе ацхадებს, между мужчиной и женщиной. რომ ცოდვის წინაშე ქალიც და კაცის ერთნაირად უნდა Если იყვნენ побивать პასუხისმგებელი. камнями, то обоих. თუ ქვებით არის ჩასაქოლი, ორივე უნდა Почему ჩაიქოლოს. они привели к Иисусу только женщину? Радом- Куда делся парень? რატომ მოიყვანეს იესოსთან მხოლოდ ქალი, ბიჭი სად იყო? И они приводят и говорят,
მოიყვანეს და ეუბნებიან. По закону таких надо побивать камнями. ასეთები კანონით უნდა იყვნენ Давай, что ты ჩაქოლილები. скажешь, что და делать? შენ რა სიტყვი რა А он не გავაკეთოთ? отвечает. ის კი არ პასუხობს. Они настаивают. და ისინი კიდევ და კიდევ А он ეუბნებიან. что-то пальцем там на песке пишет. ის კი ქვიშაზე თითით И რაღაცას когда они წერდა. ему надоели, და როდესაც თავი მოაბეზრეს, он поднимает глаза и говорит: თვალები აწია და უთხრა: согласен. "გეთანხმებით, Но пускай первый камень бросит тот, который не имеет никакого греха. მაგრამ პირველი ქვა ესროლოს მან, ვისაც არავითარი ცოდვა არ აქვს." Вы верите, что Иисус это Бог, пришедший во плоти на эту თქვენ ხო землю? გჯერათ, რომ Верите? იესო Почти все ქრისტე верят. არის ღმერთი, Господу. რომელიც ხორცში მოვიდა დედამიწაზე. И Бог говорит: და ღმერთი ამბობს: ты имеешь право осуждать, შენ გაქვს გასამართლების უფლება მხოლოდ მაშინ, если у тебя нет своего თუ греха. საკუთარი ცოდვა არ გაქვს. А кто такой есть? და ვინ არის ასეთი? Это только Господь. ეს არის მხოლოდ Он უფალი. решает, кому жить, кому умирать. ის წვეთს ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ უნდა მოკვდეს. Но не я это решаю. მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. Что видно очень сильно из того, что эти люди, они уже были тенденциозными. და რაც ძალიან კარგად ჩანს იქიდან, რომ ეს ხალხი უკვე მათ ჰქონდათ გარკვეული Они ტენდენცია. все были мужчины, кто притащил туда эту женщину. ყველანი მამაკაცები იყვნენ, ვინც ეს ქალი მოიყვანეს. И кто-то из них дал уйти мужчине, который был და вовлечен в этот грех. რომელიღაცა მათგანმა, ასე ვთქვათ, გააპარა ის მამაკაცი. Но женщину они судили с Მაგრამ- двойным рвением. ქალი ორმაგი სიმკაცრით უნდათ დაესაჯათ. Мы не должны быть судьями, потому что мы будем осуждены сами. ჩვენ არ უნდა გავასამართლოთ, იმიტომ რომ ჩვენც ვიქნებით Есть გასამართლებლები. вторая вещь еще здесь. არის აქ კიდევ მეორე რამ. Здесь Иисус говорит, что ты смотришь на сучок в глазе брата твоего, а бревна в своем глазе не чувствуешь. რატომ უყურებ, ესე იგი, შენი ძმის თვალში ბეწვ და შენს თვალში დირესაც И ვერ как ты ამჩნევ? скажешь брату своему: дай я выну сучок из твоего глаза, когда у тебя в глазу бревно? და როგორ ეტყვის შენს მას, რომ დამაცადე შენი თვალიდან ბეწვი ამოვიღო და შენ თვალში კიდე დირეა? Ты знаешь, я слышал очень много рассуждений на эту тему. და ამ თემაზე ძალიან ბევრი მსჯელობა И в მომისმენია. основном они касались того, что мы вообще не должны, Да. никак оценивать ничего, нельзя нам просто. ძირითადად მომისმენია ასეთი შეხედულება, რომ საერთოდ არაფერს შეფასება არ უნდა მივცეთ ჩვენ. Но вот в чем проблема. მაგრამ აი რაშია У პრობლემა? меня в глазу соринка. მე თვალში მაქვს ბეწვი. Мой глаз слезится. თვალიდან ცრემლი მომდის. Я не могу видеть хорошо. ნორმალურად ვერ ვხედავ. Мне нужно, чтобы кто-то ее оттуда вынул. მე მჭირდება ვიღაცა, ვინც ამ ბეწვს Но ამომაცის. никому нельзя. მაგრამ არავისთვის არ Никто не შეიძლება. имеет на это права. არავის არ აქვს ამის უფლება. Это хочет сказать Иисус. ამისი თქმა უნდა იესოს. Тогда мы друг другу ничем не можем помочь. მაშინ ჩვენ ერთმანეთს ვერაფრით ვერ დავეხმარებით. Я хочу вам сказать, братья მე и მინდა сестры, გითხრათ დებოდაცმებო. церкви нужно, чтобы было как Ром. можно больше людей, ეკლესიაში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტად ბევრი ადამიანი, которые могут помогать людям освобождаться от этих соринок. ვინც რომლებიც შეძლებენ რომ დაეხმარონ ადამიანებს განთავისუფლებაში. Но для этого, მაგრამ чтобы ამისათვის друг другу глаза не повыкалывать, იმისათვის რომ ერთმანეთს თვალები არ დავთხაროთ, мы должны эти бревна повынимать из своих ჯერ глаз. საკუთარი თვალებიდან დირეები И უნდა Писание ამოვიღოთ. говорит, вынь это бревно. ჯერ ის დირე მოიშორე საკუთარი И თვალიდან помоги. და მერე Писание დაეხმარე. не говорит, не помогай. წერილი არ გვეუბნება არ დაეხმარო. Писание говорит, вынь и помоги. წერილი გვეუბნება ჯერ დირე ამოიღე და მერე დაეხმარე. Это очень важная причина для того, чтобы нам искать освящение в Господе. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, სტიმული რომ ვეძებოთ განწმენდა. Знаешь почему? იცით რატომ? Потому что каждый раз, освобождаясь от чего-то, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე როდესაც შენ თავისუფლდები ты რაღაცისგან, приобретаешь такой опыт в этом, შენ ისეთ გამოცდილება შეიძენა მაშინ, что ты легко Ром. помогаешь другому человеку. ადვილად ეხმარები ადამიანს,
Когда у тебя возникают какие-то проблемы со здоровьем, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები გიჩნდება. как у меня недавно это было, როგორც ცოტა ხნის წინ მე и მქონდა. ты в неизвестности сидишь, და შენ არ გაქვს არავითარი и у тебя ინფორმაცია. картинки рисуются, что Да. будет дальше, как это будет. სხვადასხვა სურათები გეხატება თვალწინ, რა იქნება, როგორ იქნება. Кто-то приходит к тебе и говорит, მოდის ვიღაცა შენთან და გეუბნება. да ладно, не переживай. ნუ ინერვიულებ. Да не переживай, это не так, нервиулеп. это у меня было, я сделал так, да все нормально. აი да. მე მქონდა, მე ესე გავაკეთე, არა И ის тебе პრობლემა. становится легче. და შენ გიმსუბუქდება. Потом еще приходишь на молитвенное собрание. შემდეგ მოდიხარ ლუსის И там все მსახურებაზე. разговоры, свидетельства только про это. და მთელი საუბრები ამასთან И დაკავშირებით все, არის. ты живешь дальше, ты свободный უკვე человек теперь. თავისუფალი ადამიანი ხარ და ცხოვრობ. Потому что кто-то Имитом это ром. уже проходил. ვიღაცამ ეს უკვე გაიარა. И он может подойти и сказать тебе, და შეუძლია მოვიდე შენთან და слушай, გითხრას. тебе это кажется чем-то большим. Ну нет, я сейчас тебе помогу. შენ გეჩვენება Открой რომ глазик, ძალიან и დიდია. все. მაგრამ აი ახლა შემომხედეთ გაღი ფართო თვალი შეუბერავს და გაქრა. Если это не помогло, заварку, ваточку с заваркой на глазик, და თუ ეს все будет хорошо. ამან არ უშველა, მაშინ ჩაის ფერით, ესე იგი, მარლით დასველებით ამოგიღებს. Но в любой Მაგრამ- проблеме, которая у тебя возникает, ნებისმიერ პრობლემაში, რომელიც შენ გიჩნდება, тебе нужен кто-то, кто через это уже проходил. შენ გჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც ეს პრობლემა უკვე И მოიშორა, Иисус გადალახა. говорит, вынь это и помоги. და იესო გეუბნება, ჯერ შენი ამოიღე და მერე სხვას ამოუღე. Но когда люди не хотят видеть свои проблемы, მაგრამ როდესაც ადამიანებს თავისი პრობლემის დანახვა არ когда უნდათ, не хотят признавать эти проблемы, როდესაც მათ არ უნდათ იმისი აღიარება, რომ მათ ეს это პრობლემები опять აქვთ, говорит о высокомерии человека. ეს ისევ და ისევ გვეუბნება, რომ ადამიანს აქვს ქედმაღლობა, სიამაყე. Когда человек со строгостью относится к другим людям, როდესაც ადამიანი სიმკაცრით ექცევა სხვა это ადამიანებს, тоже говорит о его самоуверенности и высокомерии. ეს ლაპარაკობს მის ქედმაღლობაზე. В Священном Писании есть одно замечательное место в книге Экклесиаста. ეკლესიასის წიგნში არის ერთი შესანიშნავი ადგილი. Здесь очень интересно об этом აქ сказано. ძალიან საინტერესოდ არის აქ ნათქვამი. Не будь слишком строг ნუ იქნები ძალიან მკაცრი и не выставляй себя слишком мудрым. და ძალიან ბრძენად ნუ წარმოაჩენ საკუთარ თავს. Зачем тебе губить себя? რატომ უნდა დაიღუპო თავი? Не предавайся греху и не будь безумен. Зачем тебе умирать не в свое время? ნუ გადაეცემი ცოდვას და უგუნური ნუ იქნებიო და ინი ბიზუმსტუი зачем და ნუ იქნები უგუნური და რატომ უნდა მოკვდე დროზე ადრე? И говорится, хорошо, если ты будешь держаться одного и не отнимать руки от другого. კარგია თუ ერთს ჩაეჭიდები და მეორეს ხელს არ გამოგლეჭ. Потому что кто Имитом боится ром. Бога, тот избежит всего этого. ვისაც აქვს უფლის შიში, ის ამას ყველაფერს თავიდან Если у აირიდებს. тебя есть страх Божий, это замечательное лекарство для тебя. თუ შენ გაქვს უფლის შიში, ეს არის ყველაზე საუკეთესო წამალი И в этом შენთვის. отрывке тут есть принцип такой смысловой параллельности между двумя его და частями. აქ არის აზრობრივი პარალელები გავლებული ორ აზრთან. Между 16 и 17 стихами. მე-16 Это 7 глава. ეს არის ეკლესიასტის მე-7 Смотри. თავის მე-16 მე-17 მუხლები. Не будь слишком строг, не предавайся греху. ნუ იქნები ძალიან მკაცრი, ნუ ჩაიდენ цодვას, ნუ Не გადაეცემი имеет цодვას. смысла, да? Не выставляй себя слишком мудрым ნუ იქნები ძალიან ბრძენი საკუთარ თვალში и не будь безумным. და ნუ იქნები უგუნური. Зачем тебе губить себя? რატომ უნდა დაიღუპო თავი? Зачем тебе умирать не в свое время? რატომ უნდა მოკვდე დროზე ადრე? Когда я однажды это прочитал, вчитался в это, понял, როდესაც მე ამას ვკითხულობდი და ჩაუკვირდი და გავიგე, я вдруг представил себе самого себя и просто оценил какие-то свои вещи. წარმოვიდგინე საკუთარი თავი და ჩემი გადავაფასე. Я заметил, что я к другим строже, чем к самому себе. მე შევამჩნიე, რომ საკუთარ სხვების მიმართ უფრო მკაცრი вар, ვიდრე საკუთარი თავის Если я მიმართ. вижу совершаемый кем-то неверный поступок, я очень строго к этому подхожу. როდესაც მე დავინახავ, რომ ვიღაცამ რაღაცა არასწორად გააკეთა, ამის მიმართ ვარ ძალიან Но если მკაცრი. это сделаю то же მაგრამ самое, если თუ это сделаю я,
თუ იგივეს მე თვითონ გავაკეთებ, я нахожу для себя какие-то извинительные обстоятельства. მე ჩემს თავს იმ წუთში გამოუტანის შემარბილებელ, შემამსუბუქელ საბაბს ვიპოვი. Я стал понимать, что на самом деле люди мы очень слабые. და მე ესე იგი მივხვდი, რომ ადამიანები საერთოდ სუსტები ვართ. Я не смиряюсь с грехом. მე არ ესე იგი ვეთანხმები ცოდვას, Я не оправдываю чужие მე грехи. არ ვამართლებ სხვის ცოდვას, Но я не хочу быть строгим человеком, მაგრამ არ მინდა ვიყო მკაცრი ადამიანი, который взвешивает чужие поступки так, как будто бы сам не имеет никаких недостатков. რომელიც ისე აფასებს სხვის ცოდვას, თითქოს და თვითონ არაფერი არ Потому что შეუწოდავს. Писание говорит, что это იმიტომ რომ безумие. ასეთი ესე იგი დამოკიდებულება არის უგუნურება. И из-за этого я Да. могу погибнуть. ამის გამო შეიძლება დავიღუპო. И последнее. და ბოლო, Не давайте святыни псам и не бросайте жемчуга вашего перед свиньями. თქვენს წმინდას ძაღლებს მისცემთ და ნურს თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს. Чтобы они не попрали его ногами своими и, обратившись, не растерзали вас. რათა ფეხით არ გათელონ და შემოbrunებისას თქვენც არ დაგგლიჯონ. Существует очень много толкований на эти слова. ძალიან ბევრი განმარტებაა წმინდა წერილს ამ ადგილზე И многие из них, к сожалению, не всегда правильны. და ზოგი განმარტება არ არის სწორი. Например, უმრავლესობა მაგალითად когда-то я слышал такую вещь, ოდესღაც მომისმენია ასეთი что რამ, бросать жемчуг свиньям, რომ მარგალიტები მიუყარო ღორებს, это значит Es ნიშნავს- проповедовать Слово Божие людям, которые его отвергают. რომ ღმერთის სიტყვა უქადაგო იმ ადამიანებს, ვინც ამ სიტყვას არღებულობს. И если ты знаешь, что человек не верит и отвергает, не проповедуй ему. Это все равно, что бросать жемчуг перед და свиньями. თუ შენ იცი რომ ადამიანი არღებულობს სიტყვას, არ სწამს, მაშინ მას ნურც უგადაგებ ღმერთის სიტყვას. რატომ უნდა მიუყარო მარგალიტი? Но я вижу, что Иисус учил своих учеников по-другому. მაგრამ მე ვხედავ, რომ იესო თავის моцаფეებს სხვაგვარად ასწავლიდა. Например, Он сказал им, когда посылал их 12 по двое, 70 по двое. მაგალითად, როდესაც 12 გაგზავნა Он ორ-ორად, сказал, что если вы 70 придете в ორ-ორად какой-то город и вас там не примут, და მან უთხრა, რომ თუ რომელიმე ქალაქში მიხვალ და თქვენ არ მიგიღებენ, отряхните от своих ног даже прах от этого города. ფეხებიდან ამ ქალაქის მტვერით Но ჩამოიბერტყეთ. все-таки скажите им, მაგრამ უთხრით, приблизилось Царство Божье. მოგიახლოვდათ А სამეფო. Павел говорит, проповедуй вовремя и настой вовремя и не вовремя. პავლე კი ამბობს, უკადაგე დროულად და უდროოდ. То есть даже если человек не хочет слышать, მაშინაც კი თუ ადამიანს გაგონება მოსმენა оставь с არ ним უნდა, самые важные слова. ყველაზე მნიშვნელოვანი сიტყვები მაინც უთხარი. Кто знает, что будет потом? ვინ იცის შემდგომ რა Не იქნება? отказывай в шансе человеку. შანს ნუ წაართმევ ადამიანს. Скажи ему эти უთხარი слова. მას ეს სიტყვები. Ты обязан это сделать. შენ ვალდებული ხარ ეს И когда გააკეთო. мы говорим, что Слово Божье надо понимать так, не бросайте жемчуга перед свиньями, და როცა ჩვენ ვამბობთ ამ გაგებით, რომ არ უნდა მიუყაროთ მარგალიტები, ესე იგი ღორებს, я знаю, во что это выльется очень скоро. ვიცი, რაში გამოიხატება ძალიან მალე ეს. Очень скоро ты Ძალიან будешь მალე видеть мир как свиней. სამყაროს დაინახავ როგორც ღორების კოლც. Все обретут вот этот пятачок, никому не надо ничего говорить. ყველას შეხედავ როგორც დინგი ან ღორს და არავის არაფერი არ უნდა. Малейшее сопротивление будет вызывать твой страх, ძალიან პატარა, ასე იგი, წინააღმდეგობა გამოიწვევს შენ შიშს, и ты скажешь, они не Да, хотят и мое слово принимать. მათ არ უნდა ჩემი სიტყვის მიღება. Это явно свиньи. ნამდვილად ღორები არიან. И ты замкнешься внутри вот этого святого своего сарайчика, და своего стойла. ჩაიკეტები შენს წმინდა, ასე თქვათ, ადგილას, Здесь овечки, а там свиньи. სადაც ცხვრების ფარეხია, იქ ცხვრები არიან, გარეთ И никто не ღორები. может объяснить, как овечки стали овечками, когда раньше были свиньями. და ვერავინ ვერ ახსნის იმას, როგორ გახდნენ ცხვრები ცხვრებად, როდესაც ადრე ღორები И იყვნენ. почему нельзя тех тоже сделать овечками? და რატომ არ შეიძლება ღორებიც რომ ცხვრებად გადაიქცნენ? А дело в том, что тут совсем не об этом речь идет. იმიტომ რომ აქ სულ სხვა აზრია ჩადებული. Знаете, еще я слышал, что не бросайте святыню псам, это значит, не давайте
некрещенным хлебопреломление. და კიდევ ასეთი აზრი გამიგია რომ არ მისცეთ ესე იგი ძაღლებს არ მისცეთ შენი მარგალიტები ყურებს ის არის რომ თუ ადამიანი მონათლული არ არის წყალში ნათლობით ზიარება არ მისცეთო. Представляешь, человек пришел в церковь, еще не успел креститься. წარმოგიდგენთ ადამიანი რომელიც ეკლესიაში მოვიდა და ჯერ არ აქვს მიღებული წყალში ნათლობა. Мы совершаем хлебопреломление, ты говоришь, нет, тебе пока нельзя, ты свинья. და შენ ასე ეუბნები მას რომ შენთვის ჯერ არ შეიძლება, ჯერ ღორი ხარ. Но это не так. მაგრამ ეს ასე არ არის. То есть я хочу объяснить. მე მინდა ამის ახსნა. Мы не предлагаем хлебопреломление тем, которые еще не являются членами ჩვენ церкви. არ ვთავაზობთ ესე იგი ზიარებას იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ არ არიან ეკლესიის Но мы не წევრები, предлагаем им не потому, что мы считаем их свиньями или нечистыми. მაგრამ არ ვთავაზობთ არა იმ მიზეზის გამო, რომ ვთვლით ღორებად და Нет, უწმინდურებად, они არამედ покаялись, они наши братья и сестры. მათ მოინანიეს და ისინი ჩვენი დები და ძმები არიან, Но видишь ли, მაგრამ когда мы совершаем вечерю Господню, როცა ჩვენ ზიარების მსახურებას ვატარებთ, мы этим провозглашаем и подтверждаем наш завет с Господом. ამით ჩვენ ვაცხადებთ და ვამტკიცებთ ჩვენს ასე იგი აღთქმას უფალთან. И если ты еще не заключил этот завет, და თუ შენ უბრალოდ ჯერ ეს აღთქმა არ დაგიდია, тебе не нужно пока принимать вечерю Господню. შენ ჯერ არ უნდა მიიღო არ ესე იგი Но тебе ზიარება, нужно მაგრამ заключить этот завет. შენ უნდა შეხვიდე ამ Тебе нужно აღთქმაში. стремиться к შენ этому. ამისკენ უნდა Ты же не ისწრაფო. хочешь здесь просто быть в гостях. ხო არ გინდა უბრალოდ აქ იყო Ты, სტუმრად. наверное, хочешь быть у Бога в доме, как в своем родном, правда? მაგრამ შენ ალბათ გინდა ღმერთის სახლში, როგორც ღმერთის И ოჯახის тебе წევრი нужно войти იყო. в завет через крещение. და ამიტომ უნდა შეხვიდე უფალთან Посвятить აღთქმაში свою жизнь ნათლობით Господу. და მიუძღვნა შენი ცხოვრება ღმერთს. Мы сказали, это не значит этого, не значит того. Так что же оно значит, в конце და ჩვენ концов? ვთქვით, რომ ეს ამას არ ნიშნავს, იმასაც არ ნიშნავს და სინამდვილეში რას А ნიშნავს. какой контекст у всего этого? რა კონტექსტი აქვს ამ О ყველაფერს? чем здесь разговор? идет? რაზეა აქ საუბარი? Об осуждении. გასამართლებაზე. Об осуждении. Все გასამართლებაზე. это место Писания об осуждении. წმინდა წერილის ეს ადგილი ყველაზე გველაპარაკება გასამართლებაზე. Кто эти жемчужины и кто эти бисер, ვინ არის ეს მარგალიტები, которые нельзя бросать свиньям под ноги? რომელიც ღორებს ფეხქვეშ არ უნდა მიუყარო? Это вы. ეს ხართ თქვენ. Это вы наша драгоценность. თქვენ ხართ ჩვენი განძი. Мы драгоценность друг друга. ჩვენ ვართ განძი ერთმანეთისთვის. Фактически этим местом ფაქტიურად Писания წმინდა წერილის ეს ადგილი, Бог запрещает ამ нам ადგილით ღმერთი ჩვენ გვიკრძალავს судить братьев и сестер перед глазами неверующих людей. გავასამართლოთ დები და ძმები ურწმუნოთა თვალწინ. Ты берешь человека, за которого умер Христос, შენ ასე ვთქვათ, აკავს ადამიანი, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე, за которого Он пролил свою кровь. რომლისთვისაც ღმერთმა სისხლი დაღვარა, Но этот человек совершил какую-то ошибку. ამ ადამიანმა შეცდომა დაუშვა И ты выносишь его на рассуждение внешним людям. და გამოგაქვს ასე ვთქვათ სასამართლოს წინაშე სხვა ადამიანების И они წინაშე с ასამართლებას удовольствием будут это делать. და ისინი ამას სიამოვნებით გააკეთებენ. Знаешь, когда мы только уверовали, როცა ჩვენ ახალად и ვირწმუნეთ наш пастор уехал, და ჩვენი ხუცესი გაემგზავრა, он оставил вместо себя другого служителя. სხვა მსახური დატოვა И თავის это был მაგივრად. человек явно не готовый ко всему этому. და ეს ადამიანი აშკარად არ იყო მზად ამ მსახურებისთვის. У него были какие-то тайные грехи. მას ჰქონდა საიდუმლო У ცოდვები. него ужасная ситуация в семье была. საშინელი სიტუაცია ოჯახში. Он неправильно относился к деньгам, был нечист на руку. ფულთან მიმართებაში არ ჰქონდა სწორი И დამოკიდებულება. в церкви началось вот это бурление, потому что мы не слепые, мы же видим все. და ეკლესიაში დაიწყო ეს დუღილი, იმიტომ რომ ასე იგი ბრმები ხო არ ვიყავით, ჩანდა ეს ყველაფერი. И я, моя жена,
она и ее брат, мы возвращались в воскресенье, собрания бурлящие такие, опять он что-то не так და მე და сделал. ჩემი მეუღლე და მისი ძმა მსახურებიდან რომ ბრუნდებოდით, ისევ რაღაცა И мы არასწორად садились за გააკეთა. стол и начинали там об этом говорить друг с другом. და მაგიდასთან ჯდებოდით და ამაზე ვსაუბრობდით. Знаешь, в чем была проблема? იცით რაში იყო Там был პრობლემა? мой ребенок, იქ იყო ჩემი შვილი, там была моя теща, იქ იყო ჩემი სიდედრი, там был мой тесть. იქ იყო ჩემი სიმამრი. И однажды меня как будто бы в голову ударило. ერთხელაც თითქოს რაღაცა თავში ჩამარტყეს. Как эти люди придут в церковь, როგორ მოვლენ ეს ადამიანები ეკლესიაში, когда они столько нехороших вещей слышали о ней? თუ ასეთი ბევრი ცუდი რამ აქვთ მოსმენილი მის შესახებ. Потому что ситуация обязательно изменится. იმიტომ რომ სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. Обязательно. Бог не оставит церковь, Он ее вылечит. ღმერთი არ მიატოვებს ეკლესიას და განკურნავს მას. Но эти люди, как они придут туда? მაგრამ ეს ადამიანები როგორ მოვლენ ეკლესიაში? Когда моя теща вот такая подготовленная первый раз пришла в церковь, როდესაც ჩემი სიდედრი მომზადებული მოვიდა ეკლესიაში, пришла, чтобы нам с ребенком помочь. მოვიდა ჩვენთან, რათა ბავშვის დახმარებიყო И когда она შვილიშვილს посмотрела на все это, და ყველაფერს ამას რო შეხედა, она сказала мне: Матка. сынок, ты куда мою дочку привел? შვილო, ჩემი გოგო სად დაკავს? Это сумасшедший дом. ეს საგიჟეთია. Куда ты привел моего ребенка? სად მიიყვანე ჩემი შვილი? Ты знаешь, იცით, через несколько лет რამდენიმე წლის შემდეგ моя теща поехала на молодежную конференцию в Москву. ჩემი სიდედრი წავიდა ახალგაზრდულ კონფერენციაზე მოსკოვში. Я боялся близко к ней подходить, чтобы не спугнуть ничего. მეშინოდა მასთან მიახლოების, რომ რაღაცა Я სი არ просто შეშინებიყო. смотрел на нее издалека. შორიდან უყურებდი მას. И она светилась просто. და ის ანათებდა. И потом там было крещение. და იქვე იყო В Измайловской წყალშინათლობა. гостинице в Москве на последнем Московში. этаже арендовали бассейн, и она крестилась. Она იქვე такая მოინათლა. счастливая ისეთი была там. ბედნიერი იყო იქ. Не благодаря мне, არა ჩემი წყალობით. вопреки мне, ჩემ და საწინააღმდეგოდ. вопреки тому, что мы говорили дома. იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ჩვენ სახლში Это ვლაპარაკობდით. был страшный урок для меня. ეს ჩემთვის იყო ძალიან საშინელი გაკვეთილი. Мы не должны дома говорить о наших братьях, сестрах за спиной плохо. ჩვენ არ უნდა ვლაპარაკობდეთ სახლში ჩვენი დებისა და ძმების ზურგს უკან ცუდად. Мы развращаем наших детей. ჩვენ ვრყვნით ჩვენ შვილებს. Мы влияем на наших неверующих родственников. ჩვენ ზეგავლენას ვახდენ ჩვენს ურწმუნო Мы разрушаем ნათესავებზე. их сердце. ვანგრევთ მათ გულებს. Это неправильно, так ეს нельзя. არასწორია Это великий грех. და ეს სოდვა. Писание говорит, лучше потерпи, чем судить своего брата. და წერილი ამბობს, ჯობია მოითმინო, ვიდრე გაასამართლო შენი ძმა. Перед глазами неверующего человека. ურწმუნო ადამიანის თვალწინ. Я хочу закончить, მე მინდა დავასრულო оказывается, я очень долго говорю. Я хочу закончить одним местом из Писания. ერთი ადგილით წმინდა წერილიდან, Римлянам 14:13. რომელთა 14:13. Здесь написано, და აქ დაწერილია, не станем же дальше судить друг друга, ნუღა გავასამართლებთ ერთმანეთს. а лучше судить о том, ჯობია იმაზე ვიფიქროთ, как бы не подавать брату своему случае преткновению и соблазну. რომ ძმას არ დაუდოთ საცდური და წინაღობა. Не суди других людей. ნუ გაასამართლებ სხვა ადამიანებს. Следи за собой. საკუთარ თავს მიაქციე Чтобы твои ყურადღება, поступки, რომ შენი ქცევა они не послужили поводом для падения другого არ человека. იყოს საბაბი სხვა ადამიანის Если დაცემისთვის. Бог тебя от чего-то освободил, თუ ღმერთმა შენ რაღაცისგან если ты გაგანთავისუფლა знаешь, что ты получил свободу в этом და თუ вопросе, შენ იცი რომ შენ ამ საკითხში ხარ и ты видишь თავისუფალი человека, который мучается в этой და проблеме, ხედავ ადამიანს რომელიც ამ პრობლემაში იტანჯება, подойди, подскажи, помоги. მიდი და უთხარი რჩევა მიეცი Но не დაეხმარე, будь судьей. მაგრამ ნუ იქნები Не მოსამართლე.
სასამართლე. становись на место Бога. ნუ დადგები ღმერთის Потому ადგილზე. что Бог будет судить нас точно так же, как мы судим других იმიტომ людей. რომ ღმერთი ჩვენ ისევე გაგვასამართლებს, როგორც ჩვენ გავასამართლებს Если ты სხვებს. будешь строгий и немилостивый, ты თუ получишь იქნები строгость и მკაცრი немилость. და არ გექნება მოწყალება, შენს გექნება მკაცრი სასამართლო. Если ты будешь миловать, თუ შენ შეიწყალებ, Бог помилует тебя. ღმერთი შენ შეგიწყალებს. Любите друг друга. გიყვარდეთ ერთმანეთი? Мы драгоценность друг другу. ჩვენ ვართ ერთმანეთისთვის საგანძური. Иногда неудобная драгоценность. ხანდახან უხერხული Иногда საგანძური. царапается эта драгоценность. ხანდახან ეს საგანძური იფხაჭრება კიდევაც. Иногда карманы прорывает эта драгоценность, такая ხან острая. ისეთი ესე იგი წვეტიანია რომ ჯიბებსაც ხევს, Но ты люби. მაგრამ შენ გიყვარდეს. Знаете, Писание говорит, წერილი ამბობს, что придет время, რომ დადგება დრო, когда сыны Сиона როდესაც სიონის ძეები будут драгоценнее самого чистого золота на этой земле. იქნებიან უფრო ძვირფასი ვიდრე ყველაზე სუფთა ოქრო. Когда ты встретишь верующего человека, и ты будешь просто счастлив от этого. შეხვდები მორწმუნე ადამიანს, აი ამ შეხვედრით იქნები შენ Потому ბედნიერი. что у тебя есть брат или сестра рядом с тобой. იმიტომ რომ შენ ყავს და ძმა გვერდით. И это великая драгоценность, это და великое ეს არის благословение. დიდი კურთხევა Мы განძი. подарок друг другу. ჩვენ ვართ საჩუქრები Поверьте в это, ერთმანეთისთვის. мы благословение друг друга. დაიჯერეთ, ირწმუნეთ, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ კურთხევა. Поэтому любите Амитом? друг друга. ამიტომ გიყვარდეთ ერთმანეთი. Давайте встанем для молитвы. მოდით წამოდგეთ ლოცვისთვის. Отец, мы молимся во имя Иисуса Христа. მამა ულოცულობთ იესო ქრისტეს სახელით. Мы благодарим Тебя, Господь. გმადლობთ უფალო. Мы поклоняемся Тебе, Господи Боже. გეთაყვანებით შენ ღმერთო. Превозносим имя Твое, милость Твою, Господь. შენ სახელს და შენ წყალობას И Твоя აღვავებით. милость, она превозносится над судом, და შენი Господь. წყალობა სამსჯავროს Мы აღემატება. благодарим Тебя, Господи, что Ты пришел к нам не с судом, а с милостью რომ Божией. არა სამსჯავროთი, არამედ წყალობით И მოხვედი помиловал ჩვენთან. нас не по нашим делам, და შეგვიწყალე არა ჩვენი საქმეების а по მიხედვით, Твоему არამედ милосердию. შენი მოწყალებით. Да будет Тебе слава, შენ Господь. კონდეს დიდება Мы просим, ღმერთო. наполни наши сердца Духом Святым, სულით Господь. მინდით ავსე ჩვენი гуლები А Твой ღმერთო. Дух Святой, это есть Дух силы, любви и ხოლო самообладания. შენი სულით მინდა არის სიყვარულის, მშვიდობის და И Твое Слово говорит, что თავშეკავების სული. любовь Божья излилась в наши сердца. და შენი სიტყვა ამბობს, რომ ღმერთის სიყვარული ჩაიყვარა Духом Святым. სულით მინდი ჩვენს Поэтому გულებში. наполняй нас Амитом. Твоим Духом, Господь. აგვავსე უფალო შენი Наполняй нас სულით. Твоей любовью, აგვავსე Господь. შენი სიყვარულით И ღმერთო. сохрани нас, Господи, от და всякого დაგვიფარე осуждения. ყოველგვარი გასამართლებისგან. Господи, я отрекаюсь, Боже, от უფალო этого. მე უარს вамбობ Я не хочу ни ამაზე. о ком говорить за спиной, никого злословить, никого осуждать. ესე არავინ მინდა გავასამართლო და არავიზე არ მინდა ცუდად Не ვილაპარაკო хочу შუქსუკან. свысока смотреть ни на одного არ მინდა человека, არც ერთ Господь. ადამიანს ზემოდან გადმოვხედო. И, Господи, прости во имя უფალო Иисуса Христа нас. მაპატიე გვაპატიე Очисти, ჩვენ омой и იესო освети ქრისტეს нас, სახელით Господь. და წმინდად ყვავი გავწმინდე И ღმერთო. освети нас, чтобы мы могли помогать друг другу, Господь. გავწმინდე უფალო, რათა ჩვენ შევძლოთ და Да დავეხმაროთ будет ერთმანეთს. благословено имя Твое. კურთხეული იყოს შენი სახელი. Отец, Сын и Дух Святой. მამაო, ძეო, სულწმინდაო. Аминь. ამინ.